ყველაზე მხიარული დღესასწაული საქართველოში 1 იანვრიდან 2 კვირის შემდეგ ისევ დგება. ბავშვებიც თოვლის ბაბუას წელიწადში ორჯერ ელოდებიან. ახალი წლის ძველი სტილით აღნიშვნა განსაკუთრებით სოფლებსა და მთიან რეგიონებშია შემორჩენილი. ქალაქებში, მათ შორის ქუთაისშიც მოსახლეობა მეტი პოპეზურობით ახალი წლის შემოსვლას 31 დეკემბერს ზეიმობს. Თახლით ახალ წელს ქალაქიდან გავიდრე ქალაქში ვარ სოფელში ვიყავ თობეთ ძველი ახალ წელს. მე მწამდარ ვამარდი, მწამს ვამარდი. მწამს პირველ იანვარი, მწამს 1 იანვარი. всё. რაც ჩემი დამახსოვს, უფრო მაინც აქეთ იყო. კეიფობით 15-ის კეიფობ და 17-ში. კაცია და ხასიათია. ახლა ადამიანს თუ უნდა ორმაგად კონდეს სიხარული და ასაღნიშნავით, ღმერთმა ყველას მიცით. მრავალს დაესწარი. ისტორიკოსების ცნობით, ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მას სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის განსხვავებულ დროს ზეიმობდნენ. მე-4 საუკუნიდან მე-7-მდე ეს იყო აგვისტოში, შემდეგ შეიცვალა მე-7-დან მე-9-მდე იყო სექტემბერში, შემდეგ მარტში, მაგრამ მე შუა საუკუნეებიდან დამკვიდრდა ჩვეულებრივად, როგორც ევროპა აღნიშნავდა, ისე იანვრიდან. ახალი წლის დღესასწაულის ორჯერ აღნიშვნა ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთანაა დაკავშირებული. ერთი იულიუსის ძველი სტილის კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ახალი სტილის, რომელმაც მე-16 საუკუნეში იულიუსის კალენდარი ჩაანაცვლა. და ამ კალენდრის მიხედვით უკვე 10 დღე იყო განსხვავება იულიუსის კალენდართან და აი 1592 წელს სწორედ ეს 10 დღე გაქრა მაშინდელი წლიდან და მოსახლეობა 5 აპრილიდან სადღაც 15 აპრილზე პირდაპირ გადავიდა. ძველით ახალ წელს საქართველოს გარდა სხვადასხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც აღნიშნავენ.